მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ ვართ ბროები, ეს არის მორიგი ეპიზოდი და დავუბრუნდით ვინ არის იმპოსტერის თამაშს, იმიტომ რომ ბევრი ითხოვდით, დავტესტეთ რაღაცეები. ზოგიერთი მოგეწონათ, ზოგიერთი არ მოგეწონათ, მაგრამ ეს არის არხის არსებობის, ასე ვთქვათ, სატესტო პერიოდი, პირველი 3 თვე, სადაც უნდა ვნახოთ რაღაცეები, რა იმუშავებს, რა მოგეწონებათ. უნდა შევაფასოთ რა მოკლედ რა და შემდგომ უკვე როცა დაიწყება სეზონი, სექტემბრიდან გულისხმობ, უკვე გადავალთ უფრო ისეთ განრიგით მუშაობაზე, სადაც გვეყოლება სტუმრები და გვაქვს დიდი გეგმები. ამ გეგმებისთვის კი რა თქმა უნდა სპონსორები გვჭირდება. ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი სპონსორი გვყავს, ერთი თვით, კაბისა, რომელსაც მადლობა მათ. თუმცა ხო, სექტემბრიდან იმედია კიდევ გამოჩნდებიან სპონსორები, რადგან აი ეს არ არის არც ხვეწნამუდარა არაფერი რა, თუ არც იქნებიან, მაინც ჩვენ ვაგზავნებთ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში. თუმცა ხო, თუ იქნებიან, ბევრად მეტ რაღაცას შევძლებთ. ეს ძალიან ლოგიკური რამეა რა. აბა ვინ დაიწყებს? მოდი მე დავიწყებ. მიდი. 1099-1125 წლები. იურიული პერიოდი. ქრისტეს შობამდე 2 მილიონი წლით ადრე. მოდი ნახოთ კითხვა რა იყო. რომელია ყველაზე ცუდი პერიოდი დროში სამოგზაუროდ? მე მგონი მიშა ძალიან მარტივად მივაგენით იმპოსტერს. ანუ ახლა იურიულ პერიოდში, დინოზავრების პერიოდში რა აქვს არ უნდა ცხოვრება. ახაც კარგი არაფერი ხდებოდა. დაწუნებული ვარ, კარგი არ ხდებოდა. ხო, მაგრამ რა ხდებოდა 2 არა, ნიშნულობა რაც უნდა ხდებოდეს, კარგი არ ხდებოდა. შენ გიწერია საქართველოს რაღაც ისეთი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წლები, რაც ძალიან სამაყო პერიოდია, ამიტომაც მოდი პირდაპირ სპეციალზე გადავიდეთ. კაი. რა გვინდა, ხო ვიცით. ვერ გავიმართლებ. 3, 2, 1, კოსტა. ჩემი კითხვა იყო, რომელია ყველაზე კარგი პერიოდი დროში სამოგზაუროდო და მე იმ ლოგიკით წავედი, სად ვიმოგზაურებდი და აქ ვიმოგზაურებდი დროში. კაი, მოდი გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე, სანამ შემდეგ ეტაპის პასუხებს დავწერთ. თქვენ არხი გამოიწერეთ მანამდე. პირველი რაუნდი ძალიან მარტივად დასრულდა. იმიტომ რომ ძალიან ასეთი ძალიან დავიწვი. როცა რთული არის, გვიწერენ კომენტარებში, რომ იცი რა, უფრო გაართულეთ. ხო, ისე რომ როცა მარტივია გვიწერენ, რომ უფრო იმას ქენით რა. ყველას მოსაწონს ვერ გააკეთებ. ნამდვილად. ამ რაუნდში ვატყავ, ყველას მოგშვიდება, თუ თქვენ საჭმელს მიირთმევთ და ისე გვიყურებთ, რა გინაღულებათ, ნელა მიირთვით. კარგად დაგეჭდით. და მოდი მე დავიწყებ. ხინკალი. სალათა კახურად. კითხვა რა იყო? რომელი საჭმელი უხდება ზაფხულს ყველაზე ნაკლებად? გიორგი, რა სიტყვი? მიშას პასუხზე. ზაფხულს უხდება ყველაზე ნაკლებად? ყველაზე ნაკლებად უხდება. რატო? რა ვიცი, კიტრი პომიდორს რა მაჭვევს ზაფხულს. გონი ეგეს მარტივი იყო ძალიან. ეს იცი რა თემა არის? თავი როგორ გავიმართო? აზრი არა აქვს. დამადეთ ხელი რა ვიცი. დამადეთ. ხელი დამადეთ, გულზე დამადეთ. 3, 2, 1, ნიშა. მე ვიყავ. უეჭველი შენი კითხვა იყო, რა უხდება? ხო, რა უხდებაოს. ეს იცი რა თემა, ეხლა დაგვიწერენ ისევ კომენტარებში. ასე მარტივად რატო ხდებითო? კარგი, გადავედით შემდეგ რაუნდზე და მოდი მიშა ახლა შენ დაიწყე. ნაჭამი არ უნდა მიხვიდე. Skydiving-ი. გაიყო ანგარიში. მოდი მოვისმინოთ. კითხვა რა იყო? რა არ უნდა გააკეთო პირველ პაემანზე? მოდი მე დავიწყებ რა. მიდი აბა. ეს არ უნდა გააკეთოთ არც ერთ პაემანზე ზოგადად. ხო და რა ვიცი, შესაბამისად პირველ პაემანზეც რა და მაგიტომაც დავწერე რომ რა ბაზარია, მაგაში გეთანხმები, მეც გეთანხმები. არც 50-50 და მეცაც გეტყვი, ანუ ზოგადად. და იმაში მეილ ალფა რაღაცად გამოგვივა ეხა ჩვენ ეგრა და შეიძლება ბევრმა ცოტა სხვანაირად მიიღოს ეგ რაღაც, მაგრამ რა ვქნათ, ქართველები ვართ, ასეთები ვართ, ეგრე გავიზარდეთ და ეგრე ვფიქრობ. არც პირველზე, არც მეასეზე ანგარიშის გაყოფა არ მოსულა ბიჭებო. ეგ ძალიან ლოგიკური რაღაცაა. სხვათა შორის თქვენ მიშამ არ ვიცი რა იგულისხმა, მაგრამ შენ ანუ მე ავხსნი. პირდაპირ ქცევა დაწერე რა. მე კითხვა გავიგე ეგრე რომ რა ქმედება უნდა გააკეთოთ, ხო, ისეთი აი აიმნის თემა და დავწერე skydiving-ი, იმიტომ რომ იქნებ გული შეტევა ემართება ადამიანს არ სიმაღლეში აქვს. იქნებ სიმაღლეში აქვს, იქნებ ექსტრემი არ მოსწონს, არ ვიცი, ხო, აი არ უნდა შეტენო რაღაც თუ გინდა განსხვავებული იყო რაღაც ბახ. შვიდად რა ცოტა რა, ანუ ცოტა ხმელეთზე იყავით რა. ამ პირველ პაემანზე როგორ წარმოგიდგენია? პირველზე რო არ იცნობდა აი მით უმეტეს, აი რომ იყავს და არ იცის ცერცად მიდიხავ ქული დაარტყავს. და უცებრად თვითვინავიდან აგდებ. მაგრამ ისე რაღაც მხრივ ძალიან ექსტრავაგანტული რაღაცა იქნება ეგეთი რაღაცის გაკეთება, ჩემი აზრით. კი. სათაშორის არაფერი გوار გამოვიდეს მაგ გოგოსთან. მთელი ცხოვრება ემახსოვრება ეგ პაემანი. კი. როგორც ან ყველაზე კარგი ან ყველაზე ცუდი პაემანი, რაღაც ეგრე ხო, მაგრამ ხო ემახსოვრება. უეჭველი. მაგრამ მე ანუ თქვენ გარის იზამდით? მე სიმაღლის პანიკური შიში მაქვს და ვერ ვიზამდი მე ფიზიკურად. არ ვიცი რაღაც აქ იმალო ვიზამდი თუ არა, პირდაპირ ვთქვი. აი არ ვიცი. ეგრე მე და მიშას ხონდა ამასიანად გამოცდილება, რაღაც გადაგებაზე ვიყავით და უეცრად დაგვიძახეს რომ მოდი ვერტფრენზე უნდა ძალიან უეცრად. და როგორი ვერტფრენი იყო, იცი? სამხედრო ვერტფრენი იყო, კარები არ ქონდა.
ღია იყო უბრალოდ და ვისკედით რაღაც აი შეკრული იყო რაღაც ძალიან პატარა რაღაცა რომელიც ერთი თითის დაწყაპუნებით ამოვარდა. საერთოდ არ ველოდებოდით უიცრად მოხდა და აი რომ მორჩა ყველაფერი, ეგეთი მაგარი შეგრძნება ცხოვრებაში არ მქონია. აი პირდაპირ ვიტყვი. მეც პირდაპირ ვიტყვი, ეგეთი აღფრთოვანებული გიორგი მე არ მახსოვს. აი შოქში ვიყავ. მართლა. მე ყველას დაურეკე, ყველასამ მივედი პირადად და მეთქი, იცი სად ვიყავი და ეს როგორი ბედნიერი თვალებით ვიყვებოდა, იცი უნდა გენახავ პროსტა. აუ აი საოცრება ყველას აი თუ გექნებათ მაგის შანსი ცხოვრებაში რომ ეგ გამოცადოთ უარი არ თქვა. თანიც რა ქნეს მე ხო აუფრინდით და ცოტა გაგვიღადავნენ თემაში რა მანევრების გაკეთება დაიწყეს და აი ეგ იყო ყველაზე მაგარი. აი საოცრება იყო. თან აი წინ რო არაფერი არ არის ღიად არის კარები და აი ესო გადაიწევი პირდაპირ აუ ეს. რა მაგარი იყო. ეხა დავფიქრდი და ძალიან მაგარი პაიმანი იქნებოდა. პირდაპირ ვთქვათ. აი უმაგრესი იქნებოდა. საოცრება იქნებოდა. თუ პანიკური შეტევა ხო. არ ექნება. კაი, მოდი მიშა მითხარიება. ხო. ნაჭამი არ უნდა მიხვიდე პაიმანს. ხო. ეგ მე ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე გეუბნებით, იმიტომ რომ ძალიან უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდი. და თუ არ ჩიგინდოდა თუ. არა. ეგ მოგაწამიშე. მოგაწად. ეგეც იყო ერთხელ, მაგრამ ეგ სხვა ისტორიაა. სუნია გივიდა თუ. არა. აუ ვიღაცა ეხა მიირთმევს საჭმელს და რევზე ვლაპარაკობ. ბოდიშით. გაგრძელეთ. ანუ უბრალოდ სადღაც კაფეში თუ რესტორანში მივედით რა, ანუ პირველი აი რაღაც ისეთი გაცნობა იყო და მე უკვე ნაჭამი ვიყავი და საერთოდ არ მიფიქრია მაგაზე რომ აი უბრალოდ ვთქვი რომ არა მე არაფერი არ მინდა და ისე გამოვიდა რომ ძალიან უხერხულში ხო იმას შიოდა უეჭველი რომ აი ეს თუ არ ჭამს რა მე მარტო ჭამოდა რაღაცა და მაგას მაგრა შიოდა და ძალიან ცუდად გამომივიდა და აი მაგის მერე მივხვდი რომ ეგ არ უნდა გააკეთო. იტყოდა ეს მოტივი ნარის ხო აი მე მაგაზე საერთოდ არ მიფიქრია და ეგ მაგარად ეხა. ხო და ძალიან ცუდი გამომივიდა. ხო მაგრამ ნახე მედალს ორი ხარია, კარგ ძამშიერი არ უნდა წახვიდე პაემანი. ხო ძამშიერი დაგიჟებული და აი არ მიდია პაემანი და ჭამდა ჭამე 30 ხინკალი რაღაცა 30 კაბაბი და ეს მარტო ჩემთვის. შეგაშეჭავ ძვირფასო. პირდაპირ თქვა რა ყველა ძალიან კაი პასუხები გვაქვს რა, მაგრამ მე მაინც მიშასკენ ვიქრები. აი მე შენსკენ, იმიტომ ხო აი sky diving-ი უფრო ალბათ შეიძლება ეგეთი რაღაცა დაგეწერა რომ აი ყველაზე მაგარი პაიმანი არ ვიცი. ბიჭო შეეძლო დაეწერა კი გეთანხმები მეც. თუ არის კოსტას რა მართალია მოსწონს. ანგარიშის გაყოფა არ უნდა გაიჭოთ. ამას შეიძლება სხვანაირი კითხვა მიუვიდეთ. აი ცოტა ისეთ, იმიტომ რომ ჩვენ რაღაც ქმედება რა ამან ქმედება არ არის, ანგარიშის გაყოფა აბა რა არის თო. ან სხვანაირი პასუხი აქვს ყველას. აი მე გიოზე დავფიქრდი, მაგრამ კარგი არგუმენტებით ახსნა რა, მე ცუდი არგუმენტი ვეთანხმე. არა, შენ არ გეუბნები რომ ცუდი არგუმენტი, მაგრამ გიოს ანუ პირველ პაემანზე გოგო მართლა შეიძლება რომ გიორგის ქონოდა კითხვა რომ აი გაიქნებოდა ყველაზე ექსტრაორდინალური პაემანი პირველი და ეგ დაწერა, მაგრამ ამ კითხვასაც ძალიან უხდება ამის არგუმენტი მართლა ეხა ახალგაზრდობილი გოგო არ უნდა გადმოაგდო თვითმფრინავიდან პარაშუტით. მაგრამ ძალიან მაგარი გასწრება იქნება. ანუ მაგის მერე ეგრევე მიხვდები გოგოსთან რა. თუ გადარჩები. რამე შეიძლება თუ არა. ანუ ეგეთ სიტუაციაში რო ჩააგდება ადამიანს ნებისმიერს და როგორ გამოდის იქიდან ძალიან საინტერესოა. კაი და იმპოსტერი ვინ არის აზია რა. ეხლა ორივეზე ეჭვი მეპარება. დაჟე ჯერ მიშა ვთქი მაგრამ ეხლა ცოტა კოსტასკენ. 3 2 1 მიშა. გიო იყო იმპოსტერი ხო? შენ ვინ თქვი? მიშა თქვი? მიშა ვთქვი. გიო იყო ხო? თქმა უნდა გიორგი. აუ აი ვიფიქრე რა აი როგორ მეეჭვებოდა არა და მოვტყოლდი შევცდი. რა გქონდა კითხვა იყო ყველაზე ექსტრავაგანტული პაე. კითხვაც კი ვთქვი რომ შეიძლება ეგ ქონოდა თქო მაგრამ ახლა კაი არგუმენტები ქონდა გოგოს რო გაიცნობდა 5 წუთში ხელს კრავენ და მე რა ცუდი მქონდა აი არ და ნამდვილი ისტორია მოიხევი მეტი რა გინდა ჩემგან ვაცა კამისას ხსნი ხო კამერასთან გახსენი რა ხმარო იყოს მედია კიდე ორივე სამი ვიდეო და მე ონკანის წყალზე გადავალთ კარგი გადავედით შემდეგ რაუნდზე თქვენ ამასობაში ჩვენი არხი გამოიწერეთ ხო გავიდეთ 30000 გამომწერზე აი მიზანი დავისახოთ არა მიზანი 30-ით ცოტაა არ გეტყვი 50 არა შეზღუდულ დროში ვარ შეზღუდულ დროში აი ვთქვათ 1 სექტემბრამდე ავიდეთ სკოლის დაწყება 40000 გამომწერზე ავიდეთ 40-მდე ავიდეთ 1 სექტემბრამდე თუ გამოგვივა თუ არ გამოგვივა და მაინც მადლობელი ვართ თქვენი ამიტომ არაფერი იცვლება რა მაგრამ თუ გამოგვივა ჩვენ შევაზანზარებთ
სპონსორებს. კაი, ბოსკოსა დაიწყე რაღაც დებილობებს საუბრობილი. არც ერთი. მიშა. კოსტა. კითხვა რა იყო? ოხ შენ ხარ იმპოსტერი. პროექტში მინდა არგოს კანონს ისე რომ არც კი შეიმჩნევს. ოხ შენ ხარ იმპოსტერი. არა. ისი დამრღვევია ბიჭო ეს. კანონმორჩილი ადამიანი ვარ, რას ქვია? პროდიუსერი მკლავს მე რა ვიცი. შენ გაგწირა ო, მაშინ. გამწირა იმენა. უეჭო შენი კითხვა იყო ვინ ჭამს ბროებში ყველაზე მეც. არა. რა იყო შენი კითხვა? აი იმენა პირიქით იყო. ვინ არის ყველაზე კანონმორჩილი? ხო. მაშინ მართალი ყოფილი. მიშა ხო არის კაი პასუხი. მოიცა რა თქვენი კითხვა რა იყო? ჩვენი კითხვა იყო ვინ დაარღვევსო კანონსო ისეო რომ არც კი შეიმჩნევსო რა. შეიძლება რომ არ ვიცი ისე? არა. აი რო იცი რომ დაარღვიე კანონი, მაგრამ არც კი ნუ არ შეგაწუხებს, არ ეს ინდისი არ შეგაწუხებს. შეგაწუხებს. აი, სინდის გააჩნია ეხლა. არა მე ძალიან კანონმორჩი. ანუ რას გულისხმობ მაგაში? თუნდაც მართვის მანქანის სტარების დროს. არა, მე ჯარიმა მქონდა 3 წელი 4 წელიწადში და. მაშინ რა ვიცი, ჩემი თავი უნდა დამეწერა, ბოდი შეიძლება. მე არც ერთი თქო, არც ერთი არ მიმაჩნი ხარ კანონდამრღვევებაც იმაკლებით. მე სხვათა შორის კოსტას კანონ ვეთანხმები. დამრღვევი არ იყო კითხვა. კითხვა იყო ვინ დაარღვევდა და არც კი შეიმჩნევდა. აი, ორმა გერძულოს რო გადაკვეთ, ეხა შეიძლება რაღაც არ შეიმჩნიო, რომ ღამის. აი, ეგეთი რაღაცა არ გაგვიკეთებია ცხოვრებაში, მაგრამ თუ ვინმე საპატრულო ეკიპაჟი გვიყო. ხო. არა. მაგრამ არც სიჩქარეს გადაგვიჭარბები, არაფერი არ აი, სიჩქარეზე თუ უაჭარბე, მომდის ჯარიმა კაცი. ხო, ცხოვრებაში არ მომსულიათ ჯარიმა. შენ პრიუსზე ზიხარა ჯარიმა. შენ ანუ შეიძლება გინდა რა ვექშვები. ფიზიკურად ვერ მოგდი. სხვათა შორის ახლა ჩავასხის სუპერი და მაგრადადი. პრიუსი დაფრინო. მაგრადადი. სუპერზე ერთი 100 ცხენი ეგრევე ემატება. სხვათა შორის მიშას უნდა თავის პრიუსის გაყიდვა და თუ დაინტერესდებით. თუ ვინმეს უნდა პრიუსი? ხო და 5 რვა. პრიუს, არა 5-6 რვა. პრიუს C თუ რა. ხო, ის აქვა. აქვა ხო. ის კი არ გიგონთ რაღაც პრიუსი. აქვა, ანუ იაპონური ნაღდი კიოტოდან ჩამოყვანილი მაგარი მანქანაა რა. ოღონდ მარჯვენა საჭე. ხო, მარჯვენა. მაგრამ მაგარი მოვლელია ძმაო, აი რა ვიცი. ეგეთი სალონი რა ფერარიში თუ ნახავ მარტო. გადავედი შემდეგ კითხვაზე ამასობაში. მოდი მიშა, ახლა შენ დაიწყე. კაი. 5000 ლარი. ოპა. მე ვარ იმბოქე. რა გიწერია? 700. 2500 ლარი. კითხვა რა იყო? აუ მე ვარ იმბოქე. უეჭველია. როგორ გავიმართოთ? აუ მე მგონი არ გამოგივა. პროექტში რატანხა არის საჭირო საქართველოში საარსებოდ. აბა გიორგი გისმენთ. რა თქვა ბიჭო ამან? თვეში რა თანხაა საჭირო საქართველოში საარსებოდ? კაი, მაგას ჯერ ვსვათ კოსტა 2500 ლარი რა გეყოფა გონია? არა, ნახე თუ რაღაცა ვალდებულებები არ გაქვს ფინანსური გეყოფა კი. ბევრს იცნობ შენ ვისაც არ აქვს. բայց რას გულისხმობ ერთსამს 2500 ლარში? მე მე მგონია რომ მე პირდაპირ ვთქვი, ანუ აზრი არ აქვს 700 ლარი მიწერია და ჩემი კითხვა იყო, ანუ წინასწარ გასწავლო ამბობაზე არ აქვს. საშუალო ხელფასი საქართველოში რა არისო და 700 არა. ალბათ ეგეთია. შეიძლება რა მეტია. 800-900 არა. 1500 2250 ლარია, მაგრამ ეგ ხო იცი ვიღაცას თუ კომპოსტოვაკ და შენ ხორცი ჯამში ტოლმას ჭამთ რა. ხო, ამიტომაც. ბიჭო, მე როგორი წავედი, იცი რომ ერთ ადამიანს თუ ფინანსური ვალდებულებები არ აქვს, ანუ ქირას არიხდის ეს ხსარიხდის და ასე შემდეგ და მარტო არის. ნაო, რამდენი იცი ეგეთი არის. ეყოფა რა. საერთოდ არავის არ მე კი არ ვამბობ რომ აი რაღაც ღირსეული არსებობა და რაღაც აი დასასვენებლად ივლის და ასე შემდეგ, ვერა. მაგრამ ესე საარსებოდ, იმიტომ რომ კითხვა ეგრე იყო რომ არსებობისთვის რამდენი შეიძლება? ერთს ხო? ჩემი აზრით ოჯახი არაფერი. არა, არც ოჯახი, არც ქირა, არც ესხი ჩემი აზრით მეც ერთ ადამიანის ის დავწერე და ჩემი აზრით ისეთი ფასებია, ისეთი ფასები მაგარი გაქცეულია. სიძვირეა საქართველოში, რომ აი არ ვიცი, აი ძალიან ძვირია ყველაფერი. გუშინ შევედი ერთ-ერთ მაღაზიაში და ყავის ყიდვა მინდოდა. აი ის 1 კილოიანი მარცვლები რო იყიდება და 160-180 ლარი. და ეს ჩამოვიტანე წინაზე გერმანიაში რო ვიყავი და იქ ღირდა 11 ევრო. შენ ძმაო, ეგეთ ყავებს დალია პელე რაღაცა. ჩვეულებრივი ყავა სხვათაშორისა დიდი არაფერია. მომინდომა 180 ლარიანი ყავა შორიდან არ მინდაყავს რა. არა, მაგას გეუბნები რომ 1-2-3 თვის წინ ღირდა 85 ლარი. ხო, ნუ ინფლაცია. 85 ღირდა. 85 ღირდა. და 1-3 წლის წინ ღირდა 55 თუ რაღაცა და. 6 წლის წინ საერთოდ 11 ლარი. ხო, 6 წლის წინ არ ვიცი. კომუნისტების დროს კაპიკანზმაო.
მივდიოდით მაგას ჭავდით რა 5 კაცი 5000 ცოტა ერთი ადამიანისთვის, ანუ ნორმალურად იცხოვრე. ნორმალური კი არა, ნორმალურზე უკეთაც იცხოვრე მგონი. 5 არ არის ხა ერთი ადამიანი. ნორმალურზე უკეთი ცხოვრება. თუ სესხი არ გაქვს. ცოტათი უკეთ. ბიჭო, იცნობ ეგეთ ადამიანს? როგორც? მე ვიცი არა, არა, ეგეთ ქირაში არ იხდის და მაშინ ძალიან დიდარი ოჯახიდან არის. არ დიდარიც არა, ზოგიერთი ძალიან ფრთხილია. კი, ნამდვილად. დიდარი არ მე დიდად არ მაქვს სესხი. ხო, ან ძალიან დიდარი, ბაზარი არ არის. კი, ან ძალიან დიდარი. მე არ მაქვს ახლა სესხი. არ გაქვს სესხი? არა. გაისურვა ისე? თითქმის ხო, მაგრამ ის არაფერია, ის პროსტა რაღაცაში რომ მჭირდებოდა, თითქმის არ მაქვს რა. აი, ვისაც სესხი არ გაქვთ, ხართ უბედნიერესები და რა ვიცი, ვისაც გვაქვს კიდევ, ყველას გისურვებთ რომ მალე გისურვებთ ხო. დაგვეფაროს სწრაფად და კარგად ყოფილიყავით და არ ვიცი. ნუ იმპოსტერი გიოა და მივცეთ ხმა მაინც. არა გინდა რა, შენ რას ფიქრობ, რას დაწერდი ამ შემთხვევაში? ამ კითხვაზე მე დავწერდი ალბათ 3500 ლარს. არა გადიცხოვრება ხო არისო, იყო რაღაც აი როგორი იყო იარსებებ რა. იარსებებ. საარსებოდ საარსებოდ შიდა სილარიც შესაძლებელია. საარსებოდ, აი ეგრე არა, საარსებოდ არ საარსებოდ ეგრე თუ დაიწყებს საუბარს. ოღონდ გააჩნია ახლა არსებობას რას გულისხმობ თუ ანუ 5 დღეში ერთხელ არსებოდ ხო. თუ 5 დღეში ერთხელ ჭამ ანუ იმენა არსებობ არა 700 ლარი ეხა იცი რა გეყოფა 700 მაშინ 1500-ით შეიძლება, ანუ საარსებოდ კი. ხო შენ გიწერია ძმაო რაღაცა მე ნორმალურ ცხოვრებაში გავედი ცოტა. ნუ მე მეტნაკლებად არსებობაში გავედი. ხო ეგრე არსებობით ეხა ადამიანი თუ გაჭირვება არის 300 ლარადაც იცხოვრება ანუ მაშინ საარსებოდ არც მიფიქრია რომ რაღაც აი მინიმალურ რაღაცაზე. მაშინ ხო არსებობა არ უნდა იყოს ვაი არსებობა ანუ უნდა იყოს ადამიანურად ყოფილი. ყველაზე დიდი კატასტროფა იცი რა არის გიოს რა პასუხიც უწერია და რა კითხვაც ქონდა მართალია. ანუ აი ეგ არის ყველაზე დიდი უბედურება ჩვენს ქვეყანაში. ხო. მოდი გადავიდეთ შემდეგ რაუნდზე თქვენ ამასობაში. ახალი მაყურებლები ვინც ხართ. გამოგვიწერეთ, ძველებმაც გამოგვიწერეთ და ჩემი პასუხი არის ტოტლებენი. დავით აღმაშენებელი. ელიზაბეთ ბათორი. კითხვა რა იყო? როში მოგზაურობა რა შეიძლება და ერთი ადამიანის მოკლა ვის გააქრობდი. დავით აღმაშენებელს მე წავედი აქედან. ეს იცი რა თემა? შენ იმპოსტერი თუ არ ხარ აღარ არის იმპოსტერი თუ არ ვარ მომყალით იცი რა თემა არის პროდიუსერმა ადგა და იცი რა. შეგვისროლა რაღაცა. მოდიო. სახი გავათავოთ იმპოსტერსო. და რა თქმა უნდა, სახი გაათალეს საფწავს კოსტას. გაიმართლებ თავს თუ? არა ბიჭო, რა გავიმართლებ თავს დავით აღმაშენებელი არა. ჩემი კითხვა იყო, ვინ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ისტორიაში? ხო და შემეძლო მსოფლიო ისტორიიდან დამეწერა, მაგრამ საქართველოს პირველ რიგში ყველაზე მნიშვნელოვანი და დავით აღმაშენებელი, ამიტომ. მე ტოტლებენი იმიტომ დავწერე, რომ ანუ ბევრი ზაწერა შემეძლო რა, მაგრამ ტოტლებენი გამახსენდა პირველი მოგალატე რუსი ნაბი ადამიანი, რომელმაც ერეკლე მეფეს უღალატა რა და შეიძლება აქ არ ყოფილიყავით ეხლა ამ ცუდ მდგომარეობაში, როგორც აღმოჩნდით. მიშა შენ დაწერე ელიზაბეთ ბათორი ლედი ხო როგორც ხო ხო 650 ქალი ყავს მოკლული და რა ვიცი საშინელი ადამიანია და ნამდვილად მაგრამ სიმართლე გითხრა მე მაინც თუ მაგის საშუალება მექნებოდა გიოს შეუერთდებოდი მაგ მკვლელობაში და ტოტლებას გავაძრობდი თავს მე მეგონა რომ ვიღაცა დაწერდა ჰიტლერს და ჰიტლერი მომივიდა პირველი. აი, ტოტლებენ მოუხმეთი დაგვიშავა ვიდრე ჰიტლერმა. ხო, შეიძლება. სოფლიოს მასშტაბით არ ვიცი. მე საქართველოზე წავედი პირველად სოფლიოზე. სოფლიოზე იმდენი ვიღაც აშავებს და დაუშავებია. ხო, ეგიც მართალია. მოდი გადავიდეთ შემდეგ რაუნდზე. ეს ბოლო რაუნდია უკვე. და ნახოთ აბა ერთხელ მოიგო იმპოსტერმა და ის ერთი იმპოსტერი მე ვიყავ, ვინც მოიგო და ნახოთ აბა მეორეჯერ შეძლებს ვინმე თავარი ინტრიგა ამ თამაში ეს არის დარჩენილი და. მოდი კოსტა დაიწყე. ანვარჯიში. e-sport gaming-ი. ფეხბურთი. კითხვა რა იყო? სპორტისადაც საკუთარი თავი არ წარმოგიდგენია. ანუ არ ვარ იმპოსტერი. შენ არ ხარ იმპოსტერი. მაგრამ არც მე არ ვარ იმპოსტერი. ეგრე რიც არ ვარ იმპოსტერი. როგორ კაც გავად e-sports gaming-ი უწერია. ეს ვაჟბატონი რამოდენიმე წლის წინ კიბერსპორტსმენი იყო, FIFA-ს თამაშობდა რა, ეგეთ მაგარ დონეზე და არ წარმოუდგენია თავი gaming-ში, e-sport-ში კიბერსპორტსმენი და უცნაური. გაჩე. ეს წამსეწავს. ხა შენ არ იყავი ბიჭო რა გაიძახოდი? შენზე ტოქსიკური მოთამაშეო არ არსებობსო და შენო e-sport კიბერსპორტსმენი პროსტა ვერ იქნებოდი. არა, ვერ იქნებოდი თქო არა. შენზე ტოქსიკური, ანუ ნახე? ეს იმიტომ დავწერე რომ შენ იყავი. კიბერსპორტსმენზე ვინ გახსენდება ეხლა? აი ეს სახელი თქვი ხო? ან ზედმეტ სახელი. რუსი რო არა რაღაც უბედური. უკრაინელია. უკრაინელია? ხო. და რაღაც იმას რო გავს. Simple.
არა, სიმფლე არ მახსენდება. სიმფლე ის არის, იმაში წასულია. ხო, არა, წასულ. კაი, სიმფლე არ მაქვს, დონკი მახსენდება. Simply არის ძალიან ტოქსიკური და სულ იყო ძალიან ტოქსიკური, მაგრამ Counter Strike-ში, რა ვიცი, უდაოდ ისტორიაში პირველ GOAT-ია, ჯერჯერობით, at least. ანუ მე ჩემს ლოგოუთი ყოფილი. არა, ეგ მაგასთან არ აკავშირებს, უბრალოდ e-sports gaming-ი, რა ვიცი, აუ, ეს მე შენ გეცი პატივი ძმაო და მაგიტო. მადლობა რომ მეცი პატივი, მე აქ სემ პატივს ამ წამს და იმპოსტერი შენ ხარ. ხო, რა ვიცი, ადამიანი კიბერსპორტსმენი იყო და ვერ წარმოუდგენია თავისთავი. ცოტა ძალიან ცნობილი. აი, კარგი, შენ თუ არ ხარ იმპოსტერი, მე ვარ ან მოარჯი შენ თუ მიშახელი. ანუ მართლა რას გვიმტკიცებე ხო? ვინც დაგეწერათ ისეთი რაღაცა შეგისრულებთ, მაგრამ აზია რა აქვს. 3, 2, 1, გიო. გენ თავისთავად ვისცა. რა თქმა უნდა მე ვიყავ. კითხვა რა ქონდა? აი, რა იქნებოდა ჩემი კითხვა. სად წარმოგიდგენია საკუთარი თავი სპორტშიო და ჯერ ჭადრაკი მეწერა და მეორე მე ეს დავცი. სულ ეს იყო. მოჩამი ჩვენი ეპიზოდი. ცოტა უცნაური გასწავლებული ეპიზოდი გამოვიდა და მოდი შეგვიფასეთ აბა, როგორი იყო. და არხის გამოწერა არ დაგაუწდეთ.